გილოცავ, რთული, ძალიან რთული შეხვედრები ჩაატარე, ხო? პირველ რიგში გილოცავ. პროფესიონალურად ვიყავით. რა სიტყვი, როგორ პირველ რიგში როგორ, მოხუს მედლების რიცხვი, ასე თქვათ, არ გაკლია შენ, თუმცა როგორ შეაფასებ ამ ოქროს მედალს აბუ-დაბის გრან-სლემზე. ძალიან რთული შეჯიბრი გამოვიდა, ძლიერი შეჯიბრი. სწორად რომ აღნიშნო და შევაფასებ რა თქმა უნდა იდეალურად, იმიტომ რომ რაღაცნაირად ღმერთი ჩემთან იყო დღეს და ერთად გავაკეთეთ ჩვენ ეს ყველაფერი და ავიღე ოქროს მედალი და ქართულ გულშემატკივარს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო, ვინც მთელი სული და გულით გულშემატკივრობს და მიხარია რომ შემიძლია ჩემი ხალხისთვის რაღაცა თუნდაც ერთი აგური დავდო და რაღაცა გავაკეთე და ქართული ჰიმნი მოვასწრებდა ჩვენს სამშობლოს. რთული შეხვედრები იყო, ხო, ფაქტიურად პირველივე წრიდან ასე ვთქვათ, ხო, არც ერთი შეხვედრა არ იყო ისეთი, რომ იოლად ფაქტიურად გასულიყავი. მაინც როგორ შეაფასებ მეტოქეებს და რა სიტყვი ამ შემთხვევაში ფინალი ეს მეტოქე ეს მოლდოველი ისეთი კაი ახალგაზრდა ბიჭი არის. აღნიშნე კიდევ ერთხელ იმას, რომ უფრო რაღაცა დაღვინებულივით ვიყავ და უფრო პროფესიონალურ დონეზე ვიასპარეზე, იმიტომ რომ ჩემი მთელი შესაძლებლობები არ გამომიყენებია და უფრო პროფესიონალურად მივდექდი ჭკვიანურად და ყველაფერი კარგად გამოვიდა და ბიჭებს რაც შეეხებათ ჩემ მეტოქეებს ძალიან გაზრდილები იყვნენ ესე რომ და განვითარებულები და ცდილობენ რომ ასე ვთქვათ, ხო, მოგიახლოვდნენ, ხო